გამარჯობა, სარბიეს პოდკასტის დრო. თბილისის დინამო 100 წლისაა. 19 ოქტომბერს 19 საათზე დინამოს სტადიონზე. სწორედ ამ დიდი დღის აღსანიშნავად თბილისს ამსტერდამის აიაქსი ესტუმრება. დღეს კი ჩვენთან სტუმრად არიან თბილისის დინამოს ერთ-ერთი რეკორდსმენი გიორგი შაშიაშვილი და კლუბის პრესამსახურის უფროსი ირაკლი ბუხალი. გიორგი, გამარჯობა. ირაკლი, მოგესალმები. ილია, სალამი. მოკლედ, მადლობა ჩვენთან რომ მოხვედით ამ დიდი თამაშის წინ. დიდი ვთქვათ, ესე ჩვენი სიამაყე გუნდი 100 წლის გახდა და სტუმარიც შესაბამისი შეგირჩევიათ. მადლობა ამისთვის. გიორგი, ესე იგი, კაცი რეკორდსმენი ხარ დინამოსი, ბევრი არ მეგულება, რომ თეთრ ლურჯი მაისურით 196, ხო? თამაში ჩაეტარებინა შეუცვლელად. ზედიზედ. მოდი, მოგვიყევი რა, შენი დინამოური თავგადასავალი. ნუ პირველ რიგში იქიდან დავიწყე, რომ დინამოში, როდესაც მივედით, ვიყავი სადღაც 16 წლის გავხდი მაშინ ახალი, მაშინ დუბლები იყო და პირველი გუნდი დუბლები მეტი არ იყო. და დუბლებში მივედით და ძალიან ხშირად დადიოდა ხოლმე დავით ყიფიანი ჩვენ თამაში ძალიან ხშირად აკვირდებოდა ხოლმე იმიტომ რომ მომავალი იყო და მე მახსოვს ერთხელ ის დუბლები ჩვენ თასის ნახევარფინალში გავედით და დინამოში ვხვდით რა ესე ამოვიდა კეჭისყრა და მაშინ ჩვენ გორის დილა გავაგდეთ მეოთხედ ფინალიდან ნახევარფინალში რო გავედით მახსოვს გორში 1-0 მოუგეთ და მე დინამოს სტადიონზე დინამო არენაზე მოგვიწია ჩვენს თამაში ჩვენთვის ახლა დინამო არენაზე გასვლა უკვე დიდი ის იყო და 2-1 მოვიგეთ და მაშინ დავით ყიფიანმა თქვა რომ აი დინამო შეხვდა და ბიჭებო ჩვენ ფინალში ვართო და მახსოვს ერთხელ ჯამარაულს უთქვია რა გასათეშ ბიჭებო რა როგორ რატო გონიაო რა გარანტირებული რატო გახსო ნახე რა მაგარი გუნდი არისო ესეცო ნახევარფინალში გავიდა ისე რა ხუმრობით უთქვია და ნუ რა თქმა უნდა დინამომ გაიმარჯვა გავიდა და იყო ესე რომ ჩვენ ენელა უკვე ნაბიჯ მივდიოდით დინამო პირველისკენ იყო ვარჯიშზე ვიყავი მაშინ დუბლების ვარჯიშზე ვიყავი მე მახსოვს დავით ყიფიანმა დამიბარეს ესე მითხრეს გამომიყვანეს ვარჯიშიდან რა შუა ვარჯიში იყო გამომიყვანეს და მითხრეს რომ დავით ყიფიანი ოთახში გეძახისო მე ვთქვი კიდევაც და საკმაოდ ცოტა ისეთია რა დავით ყიფიანი თქვენ ხო იცით როგორც ფეხბურთელზე არა ისეთი ფეხბურთელი იყო რომ ანგრევდა ყველაფერს მე მწვრთნელი ისეთი იყო რომ უდიდესი რიდი ქონდა ყველას აი უდიდესი პატივისცემა და ოთახში რო ავედი მაშინ პირველად ნახე ესეთი მაგიდა ქონდა ბრკვალი ფიშკებს ალაგებდა რაღაც ესე იქ ისდა და ო დიდი მაგიდა რო იყო დიდი ბრკვალი და იქ იყო საფეხბურთო სხემები იყო რა იქ ვიხსნიდა ხოლმე ყოველთვის და იქ რო დავჯექი მითხრა რომ აი მეორე თვალო შენო ძირითად გუნდში ითამაშებო რა და მაშინ სულ 17 წლის ვიყავი ეს იყო უდიდესი სიხარო უდიდესი ბედნიერება და მაშინ წარმოიდიანდე მაგას ხო ნუ აი წარმოდგენაც ძალიან ძნელი იყო რა მართლა ძალიან რთული იყო ჩვენი ასაკის თაობისთვის დინამოს მაისურის ჩაცმა იყო ნუ რა ვიცი აი ძალიან ძნელი ძალიან რთული და ხო პირველ თუ გახსოვთ თვარის გლობუსში დავიწყეთ ფეხბურთი და მე რაღაც კოდაკოში მომიწია ცოტა ხანი თამაში გახსოვს ესეთი კლუბი იყო მეორე ლიგაში ვითამაშეთ 14 წლის ვიყავი და ვიხსენებ რომ ეხლა რო უყურებ 14 წლის ბავშვს და მეორე ლიგა ნუ მაშინდელი მეორე ლიგა ერთ-ერთი კიდე რთული სათამაშო იყო რა და მოგვიწია ესე თამაში და ესე დაიწყო ჩემი კარიერა პირველად იყო რომ აი ხან კი მიწევდა დინამო პირველში თამაშები ხან დუბლებში ესე რა როგორც ხდებოდა იყო შემდეგ 99 წელი, როდესაც ბოსკამპი ჩამოვიდა საქართველოში, ახსოვთ ხო ეს პერიოდი იყო მაშინ და აი მაშინ უკვე მომძლავრდი, რომ იტყვია პირველად მაშინ UEFA-ზეც დაიწყე და დაიწყე. ხო, მაშინ დაი 99-დან 2004 წლამდე რომ დავიწყე თითქმის მართლა იშვიათი იყო რომ ან ტრავმა მიმეღო, ან ყვითელი ბარათი ან წითელი აი ძალიან ისე იშვიათად ძალიან იშვიათად რომ თამაში გამომეტოვებინა. შენ ახლა უხეში მცველი არ იყავი დისკვალიფიკაციები და ისა უფრო ბურთთან კარგად. ხო, თუ გახსოვთ რა ძალიან იშვიათად რა რომ აი წითელი ან ყვითლების გამომეტოვებინა და განსაკუთრებით კიდე რაც თავარია ფეხბურთში ტრავმა რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის რომ ვერ გაექცევი და გიწევს ხანდახან რომ ტრავმის გამო თამაში გამოტოვა. აი ამაზეც ფაქტობრივად ის ბილბაოს ინიაკი ვილიამსი რო არის. ზედიზედ რო გადააბა თამაშები რაღაც რეკორდი რო გახსნა ეგრე. ხო, არა, ასე გახსოვს რომელიმე ჩაგონებაში ესეთი განსაკუთრებული თამაში? ნუ დინამოს თამაშები ყველა ძალიან განსაკუთრებული არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული თამაშები იყო, როდესაც ჩვენ მეგობრობის თასი, SNG-ს თასი მოვიგეთ, იქ ძალიან
ისე ვიყავით, რომ ჩავედით, თითქმის არავინ არ მოისაზრებოდა ჩვენი დინამოს არ მოისაზრებდნენ მაშინ ჩემპიონობას არც ფიქრობდნენ, მაგრამ აი ესე ნენელა ნაბიჯ-ნაბიჯ რომ მივდიოდით, ბოლოს მახსოვს, რომ თვითონ რუსეთში და კომენტატორებმა თქვეს, რომ ნუ საკმაოდ მაღალი დონის გუნდიაო, საკმაოდ მაგარ ფეხბურთს თამაშობსო და ნუ ესეთი დინამო ძალიან დიდი ხანი არ გვინახიაო და ნუ ეს მოგება ჩამჩაი ფინალი ეს ყველაფერი ეს ატმოსფერო როგორი იყო. რა თქმა უნდა დინამოსთან კიდე უდიდესი წარმატება იყო, როდესაც UEFA-ს ევროლიგაზე გავედით და როდესაც ახლა ნიუკასლში თამაშა შირერი კლუვერტი და ხო ესეთი ისყავდა და სხვათა შორის ძალიან მაგრავით 2-0 კი დავმარსვით, მაგრამ ნუ აი ჩათვალეთ რომ უშანსოთ არ ყოფილა. კარგი თამაში იყო, კარგი ისეთი ხარისხიანი თამაში ვაჩვენეთ და სხვათა შორის ძალიან უკმაყოფილო იყო მაშინ მაყურებელი რომ 2-0-ზე მეტი ვერ მოგვიგეს, იმიტომ ჩვენ ძალიან ახალგაზრდები ისეთი გუნდი ვიყავით რომ მაშინ კანკავა საერთოდ 16 წლის იყო და პაში პირველად დაიწყო ხო და საკმაოდ კარგი გუნდი ვიყავით, კარგი შედეგები, ნუ რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო. მაგ ჯგუფში ჩვენ სპორტინგი ვყავდა და მაგ წელს ფინალი ითამაშა, ალბათ გახსოვთ ჩვენი ჯგუფიდან და ფინალში გავიდა ხო მოსკოვის CSKA-სთან წააგ. კი მოსკოვის CSKA-სთან ფრანგული სოშო ყავდა. ნიუკასლში წლენი არ ყავდა, ბელამი ყავდა მაგარ ფორმაში. მაგარი გუნდი. მაშინ იყო რომ და მეხუთე ადგილოსანი იყო პრემიერ ლიგაში, მეოთხე და აი ჩემპიონთა ლიგაზე ხო 4 გუნდი გადიოდა და რაღაცა ძალიან ცოტა ქულები დააკტა რომ ლიგაზე გასულიყო. მართლა ძალიან მაგარი გუნდი ყავდათ რა. კი, ეს ნიუკასლის სერიოზული გუნდი. ხო და ის დინამოსი ეს SNG-ს თასით ძალიან მაგარი ჩატარებული. ირაკლი, გენაცვალე, გვითხრა შენ ხარ ჩართული იმაში საორგანიზაციო კომიტეტში, იმით რა ქვია. თავიდან ფეხებამდე მოკლედ რა. შენაგვარებ თითქმის ყველაფერს და გითხარი, აბა რა ხდება, ვის ველოდებით აიაქსი და ხალხი რას ელოდოს. თქვენთან ყოფნა. მე კიდე იმას ვიტყვი, რომ თან შაშისთან ერთად ყოფნა არის მაგათ სასიამოვნო. ერთს იმას დავამატებ, რომ ის 196 თამაშიანი რეკორდი გიორგი ლორიამ მოხსნა, ეს ეროვნულ ჩემპიონატს ჩატარებული მატჩებია და ეს აგრძელებს, მაგრამ შაშის მეორე ისეთი რეკორდი აქვს, აი იმას ვინ მოხსნის. საერთოდ ოდესმე ძალიან ძნელია 132 თუ 135 თამაში აქვს მიჯრით ჩატარებული. ხო, ევრო თამაშებია. მაისურით და ნუ ეს ალბათ არა, ევრო წარმოუდგენელია. ხო, ეგ კარგა ხანს ისა რა ქვია. ხელშეუხებელი იქნება ეგ ეს. ეხლა რაც შეეხება ამ ძალიან გემრიელ თამაშს, რომელიც 19 რიცხვში არის 19 საათზე. ნუ მეტოქეთ დავიწყოთ აიაქსი ხანდახან ვცდილობ აი როგორ დავახასიათო მართლა ვერ პოულ, ნუ ეხლა აიაქსი როგორ უნდა დავახასიათო და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი. ყველა ველოდებით რომ რაღაცა ისეთი უნდა მოხდეს, რასაც ფეხბურთის სიყვარული ქვია. აი ამ თამაშს და ესეთი გუნდი ჩამოდის, ტექნიკური გუნდი, რომელიც ყოველთვის ისტორიულად ყველას ეგრე ყველასთვის ეგრე აღიქმება, რომ ეს ჰოლანდიური ფეხბურთი და კონკრეტულად ამსტერდამის აიაქსი არის ლამაზი ფეხბურთის ერთ-ერთი ელემენტი, ხო? მოთამაშეებიც საკმაოდ ისეთი ცნობილები ჩამოდიან. მე დღეს შემიძლია ვთქვა იმათზე, ვინც დაანონსებულია. კიდე რაღაც სიურპრიზები არის, რომელსაც მე დღეს ვერ ვახსენებ. ნუ მეკარე მოდის საკმაოდ ისეთი ცნობილი, სტეკლენბურგი. ასევე ძის ტყუპები. ხო, ნუ ერთ-ერთი ჩვენი არველაძეების გარდა ალბათ სოფლიო ფეხბურთში ყველაზე ცნობილი ტყუპები ვინც არიან, ეგენი არიან დებურები, რაიან ბაბელი, რაფაელ ვანდერვარტი. აჰა. საკმაოდ ისეთი წონადი გუნდი მოდის იქიდან. კან. და თან ვანკო კანო, ეს ყველას ახსოვს, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და რა ვიცი, ნიგერიის ნაკრების ალბათ ერთ-ერთი ლიდერი, როცა იმ ნაკრებში უამრავი ლიდერი იყო. ალბათ ეს შეიძლება ოლიმპიადაზე 10 წუთში გაუტანა 3 გოლი ბრაზილიას. 3-1 უგებდა ბრაზილია და მოატრიალა თამაში. და ნუ მოკლედ საკმაოდ ისეთი გუნდით მოდიან. ერთ ადგილზე რო აღიდგებიან. ხო. შოთას გუნდელები მოდიან. კიდე სხვა. მოდიან. აჰა, ესე იგი, ესეთი კიდე ბევრ ცნობილი მას გავიგეთ. ой, მე მგონი ყველაზე ლევინც ვიცი, ყველაზე ცნობილი არ დაგისახელებია და არა ვთქვა?
მე მომიწევს ან დათანხმება ან არ დათანხმება შეგვიძლია ყველაფერი შევინც გინდა თქვი მოიცა ეგ როდის გამოაცხადებთ ეგ საბოლოო შემადგენლობა ალბათ უახლოეს 2 დღეში ხო სავარაუდოდ უახლოეს 2 დღეში გახდება უკვე მთლიანად ცნობილი ამსტერდამის შემადგენლობაც და თბილისის ჩვენებზე გითხარი შემადგენლობაც ჩვენებზე უმეკარეები ყავს საკმაოდ ყველაზე წონადი კატეგორია და სოსო გრიშიკაშვილი, ირაკლი ზოიძე, აი ზუსტად ეხლა შაში რო საუბრობდა იმ პერიოდზე. დსთ-ს თასი და შემდეგ ევროჯგუფზე. ეგეც ხო არის ზოიძეც არის რაღაც იმეებში, ხო? რეკორდებშია გარეული ზოიძე. ზოიძე სხვათა შორის არის შაშის ხო ქონდა რეკორდი ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების. მთლიანად დინამოს მაისურით ჩატარებული მატჩების რეკორდი აქვს ზოის. ზოის, ხო. რაოდენო, ხო. დიდი ხანი იყო ზოიც. აი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იგულისხმება 90 წლიდან, რაც დამოუკიდებელ ჩემპიონატს ვატარებთ, მაგას გულისხმობდა ეგ რეკორდი მთლიანად დინამოს მატჩების ოფიციალურის ირაკლი ზოიძე არის ასევე რეკორდსმენი და გიორგი ლორია. მოკლედ სულ რეკორდსმენები ყავს რა. ხო, მაგარია. კიდევ. კი, დაცვის ხაზიც ისეთი საკმაოდ ძლიერი წარმომადგენლობით აგერ ჩემს გვერდით ერთ პერიოდის კაპიტანი გუნდის სხვათა შორის რამდენიმე პერიოდის არაერთი კაპიტანი გვეყოლება თამაშზე წარმოდგენილი ჯაბა კანკავა იქნება ასევე ეს შეიძლება ვიღაცებს აინტერესებთ რატო ხდება რომ ორი კაცი მოქმედი ფეხბურთელია თუმცა ეს ძალიან აპრობირებულია ესეც საიუბილეო თამაშებში და პირიქით ჩემი აზრით მისასალმებელიც კი არის და სასიამოვნო. სანდრო იაშვილი იქნება გუნდში. სანდრო იაშვილი. დინამოს ისეთი ფორვარდი. ერთი სეზონი აქვს განსაკუთრებულად ძლიერი, მას ჩატარებული უამრავი. მინიმუმ ერთ გოლს თავით გაიტანს დარწმუნებული ვარ. თუ გუნდის კაპიტანი ალექსანდრე იაშვილი, რომელსაც ყველაზე მეტი გოლი აქვს დინამოს კიდე ერთი რეკორდსმენი, ახლა რეკორდებზე ვლაპარაკობთ 99 თუ 90 გოლი აქვს გატანილი დინამოს ფორმით. და გუნდის კაპიტანიც იქნება იაშკა. მე რა ვიცი, ეხლა დინამო ეხლა შედარებით ახალგაზრდული გუნდი გახდა, მაგრამ იაშვილი ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე ხო არ არის, საერთოდ, იმიტომ რომ 15 წლის ამ გაიტანა. ანუ ორგზის რეკორდსმენი. თელავში. ორგზის რეკორდსმენი. აი, რო გამოჩნდა თავიდან რა. თელავში. გიორგი მერებაშვილი. ხო. ნიკა კვეკვესკირი, რომელსაც ეხლა ხანს დაასრულა საფეხბურთო კარიერა. ანუ არც დინამო აპირებს დგომას. მესიკ ბერაძე, ბონა, ყველასთვის საკმაოდ ბონა. ისევ მაგარ ფორმაშია რო ისევ მაგარ ფორმაშია, კი, საკმაოდ. ძალიან 90-იანებიდან ვინ იქნება კიდე? ვინ შემიძლია თქვა ეხლა მაგას ვფიქრობ. აი რომელი 90-იანი დასაწყის. მემსაძე, არველაძე, აჩიარველაძე იქნება. კინკლაძე. კახაცხანაძე იქნება. კინკლაძე, აუ გვერდი. სამწუხაროდ ვერა. სამწუხაროდ. აუ არა გვერდი ისე გვერდი. მაგრამ გვერდის აულა მისი საქმე იყო. ჩემზე. და ყველას რო უნდა ხო რო გიო იყოს მინდორი. ხო. და აიაქსი აი ახსენეთ და აი რასთან ასოცირდებაო და ერთ რაღაცას ვიტყვი რა, ამას წინათ დავწერე კიდეც. TDK კასეტები იყო ხოლმე ბავშვობაში და ეს მიყვარდა რა, რეკლამა. TDK მიყვარდა რა, ეს TDK-ს ფილმის, მაინც და მაინც და ეგეცა ხოლმე აიაქს, ეგრო ეცვა, მაგიტომ დავიწყე მაგათი კომაგობა რაღაც ხრივ რა, მოქმედებდა მაგ. ეგ ზუსტად იდენტური მაქვს მეც ეგ ისტორია. აი, როდესაც ვიწერდით ხოლმე კასეტებს 90-იანის დასაწყისში, როცა ვყიდულობდი ახალს აი სონიზე მეტად TDK-ს კასეტებს. ხო, მე დაჟე უფრო ახლო იქამდე მახსოვს, აი 86-დან 7-დან TDK მქონდა ხოლმე. და ნუ ეს ფორმატს ანუ ხა აიაქსმა ისე გაითქვა სახელი თელი ის რომ წარმოიდგინეთ თელი ევროპა მაგით მარაგდება მათი აღზრდილი ფეხბურთელებით ხო ესიან რომ რამხელა რამდენი მაგარი ფეხბურთელი ყავს გაზრდილი და ყოველ წლებში ხო შეიძლება აი ძველი წინა რო დაიწყო დღემდე მოყოლებული
ну აი ძალიან მაღალ დონეზე. ყველაზე მაგარი აკადემია, ხო, რაღაცა განსხვავებული ფეხბურთი, რაღაცა ის მენტალობა შექმნილი, რომ ის ფეხბურთელები სადაც მიდიან, თან ლიდერები ხდებიან და ევროპის ფეხბურთში ძალიან საკმაოდ მაღალი აკადემია აქვს, ძალიან მაღალ დონეზეა რა მაგათი ფეხბურთი. ირაკლი, გითხარი სად ჩატარდება, როდის, რა დროს? მოგეთ მატჩი არის დინამო არენაზე 19-ში. ყველაფერი მოყევი მოკლედ. კი ბატონო, 19 ოქტომბერს 19 საათზე იწყება. ნუ თავად ეს თვითონ ეს ამბავი, ესე დავარქვათ, დინამოს 100 წლის თავს ეზღუნება, ყველას მოეხსენება, რომ წელს იუბილე აქვს. ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს და სპორტს ორიენტის მოთავეობით ხდება ამ გუნდის მასპინძლობა. ეს კომპანია გამოცდილია, EBU-ს არ მოუყვები ეს G11-ის თამაშები ინტერთან, ბარსელონასთან, მათი მოთავეობით ტარდება, ასე რომ მატჩის ორგანიზების მხრივ დინამოს ჩართულია უმაღლეს დონეზე იქნება ყველაფერი მაყურებლისთვის. გუნდს შეკრებაც ექნება, ამას დავაანონსებ. ერთი დღით ადრე. მწვრთნელები? ხო, მწვრთნელებზე მივედით, მწვრთნელები იქნებიან, ნუ ყველასთვის გამოჩენილი და საყვარელი მწვრთნელები ქართულ ფეხბურთში. კახკაჭარავა და გია გეგუჩაძე. ტანდემი იქნება დინამოს მწვრთნელების. აიაქსის მხარეს ბლინდი უთავკაცებს. აჰა. ასევე ძალიან გამოსტილი მწვრთნელი. იმ ჩემპიონთა თასი რომ მოიგეს ბლინდი იყო მაშინ თუ სწორად მახსოვს კაპიტანი კი ბატონო ასე რომ არა მარტო საჯები მწვრთნელების დუელის იქნება საჯებზე მე ვერაფერს ვერ გეტყვით მარჩინიანი მე არ დავადასტურებ მაგას მაგრამ არც მოარდა ასე დავდოთ ჯობი გიორგი და რას ველით სამ თამაშისგან ნუ რას ველით, რა თქმა უნდა, რომ მაყურებლისთვის შოუ უნდა დაიდგას, ხო, ფეხბურთი ხო შოუა, მაყურებლისთვისაა ყველანაირი თამაში. ის რომ ძველი თაობის წარმოვიდგინეთ, რომ რანაირ ფეხბურთელებს ნახავთ, ხო, ახალგაზრდა თაობას ეტყვით, რომ აი ეს დროს, მაგალითად აი ამ წლებში, ხო, ეს ფეხბურთელები იყვნენ ძალიან გამორჩეულები, როგორც აიაქსიდან, ისე დინამო თბილისიდან და იქნება შერწყმა, რომელსაც ის ახალგაზრდა თაობა ნახავს იმ წარსული ფეხბურთელებს თქვენი თაობა ნახავს იმ ძველ ფეხბურთელებს, გაიხსენოს მინდორზე იმ ლეგენდებს ნახავენ რა ფეხბურთს თამაშობენ და იმ სილამაზე შექმნიან. მე ვფიქრობ, ლამაზი თამაში იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ დინამოს ძალიან ტექნიკური გუნდია ყოველთვის და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს, აიაქსის ძალიან გამორჩეული არის და იქნება ძალიან კარგი სანახაობა. ნუ ეხლა შეიძლება ის ისტრაფები არ იყოს და ის მოთხოვნები, მაგრამ ის მონახაზი, ის ფეხბურთის ელემენტები და ის რაღაც სილამაზე ალბათ ორივე მხრიდან ძალიან ბევრი იქნება და ეს იქნება ერთ-ერთი კარგი გამორჩეული მატჩი. ისე ერთი მაგარი საინტერესო დამთხვევაა რა, ნუ აიაქვს გარდა იმისა, რომ ჩემპიონთა თასები აქვს აღებული, თასების თასი როგორ აქვს იცი აღებული დინამოსნაირად რა 91-ში დინამო მოიგო 97-ში აიაქსმა იმანაც 13 მაისს მოიგო და იმანაც ფინალში GDR-ის გუნდს მოუგო. Leipzig-ს თუ ხო, Leipzig-ის ლოკომოტივს. და ერთმანეთში არ აქვს ნათამაშები. ხო, აიაქსთან დავოთ იმისა, რომ ბევრ ნიდერლანდურ გუნდთან გვაქვს ნათამაშები. ხო, აიაქსთან. ვილემორთან, ნუ ფეენორთან, საქართველოს და ესპანეთთან ხდება. ჩვენ ვიყავით და ნუ პირველი ტვენტე და შეიძლება კიდე იყო ვინმე და ეხლა უბრალოდ არ მახსოვს. გამოგიეროთ ნახე რა ვნახე. დინამოს არა, მაგრამ ბათუმს აქვს იმასთან PSV-სთან ნათამაშები. არა, არის ქართულ გუნდებს ხონდა, ხო, რაღაც თამაშები ისინი და აიაქსთან არასდროს არ ყოფილა თამაში. აიაქსის დამთხოვაც არის 125 წლის არის აიაქსი. ხო, იქით საიუბილეო. იქით საიუბილეო და ისენიც ჩვენი გუნდის დარად დინამო ამ შეხვედრას საიუბილეო ფორმებით ჩაატარებს. ხო, ეგ მინდოდა, მეკითხა და ისინი საიუბილეო ფორმით ჩამოდიან. აი 125 წელს რა დიზაინის და ფერებით იყვნენ, ხო. მიუხედავად ისინი საიუბილეო ფორმით ჩამოდიან და ანუ ამ ყველაფერთან ერთად სლამაზი ფორმებიც იქნება მოედანზე. მოგვიყევი რაღაც განსაკუთრებული ეს არის, ხო? დიზაინი. წელს თამაშობს გუნდი ამ ფორმით, ეს 100 წლის რო გახდა გუნდი, როგორც ყველგან ხდება. ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ რაღაც საიუბილეო, ასე ვთქვათ, ფორმა დამზადებულიყო ამ 100 წლის აღსანიშნავად და
რაღაც დეტალებზე საბოლოოდ შევჯერდით და ისეთი ფორმები გამოგვივიდა, რომლებშიც მხოლოდ ვიზუალი არ არის, არამედ რაღაც ქალაქთან ისტორია არის. ისტორიასთან და გულშემატკივართან კვეთა არის ასახული. პირველი ფორმა ზოლიანი ეს სულ პირველი ფოტო რაც მოიპოვება დინამოსი, აი იმ ფორმების რიმეიქია, თასმებიანი, ყველაზე ისეთი. ხო, თავისებური და იმ ფილმებში გვაქვს დინამო არენას არქიტექტურის დეტალები დატანილი. ეს შენი მაგარის გამოგონება, ვიცი რომ შენი მოგონილი იყო ის მეტროს ხაზები. ანუ მესამე ფორმა სხვათა შორის ყველაზე მეტად რო ვფიქრობდით, აი მესამე ფორმა როგორი ყოფილიყო. გაგვიჭირდა იმ ხრივ რომ აი რომელ მხარეს წავსულიყავით და ჩავთვალეთ რომ პირველი და მეორე ფორმა რახა რეტრო დიზაინებია, მესამე გადავწყვიტეთ რომ ყოფილიყო პირიქით დახლებული ახალ თაობასთან, ახალ თბილისთან და რა ფერია? შავი ფერია, შავზე აქაც ვიტყვი ერთხელაც რომ არავნაირი დატვირთვა, უბრალოდ ისე დაემთხვა რომ მესამე ფერი რატომღაც უფრო ხშირად დინამოს ეცვა შავი. ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ხან ყოფილა რომ წითელი გვწმია, ყოფილა სტაფილოსფერი გვწმია. ყვითელიც მახსოვს. შესაბამისად, გიორგის უნდა უკითხო იმ ნარინჯის ფერიმაზე რა. აქ ბორჯომი წარწერა. ბორჯომი როგორ წერა. ნარინჯის ფერი ხო ალბანეთში. 2K-ის ფილმით ვიყავით იმაში, ესენგე რომ შედეგითაც სხვათა შორის იმ სიმძიმე იყო მეორე ტაიმში, მართლა მძიმდებოდა ის ფორმა ხოლმე, აუ აღარ შეგველა ხოლმე. მოგვიყევი რა ეს რაღაც მართლა ცუდი დღე იყო რა ყველასთვის რომ ამ ალბანეთში იმ ფორმით გამოვედი და იცით ხო ავსტრიაში მივდიოდი პირდაპირ. აი მაგ ამბავს მოყვები რა, ფეხბურთს აქვს ერთი ესეთი კანონი. საიდან მოვიდა ეგ? აი მამარდაშვილის ეს რო არის, მაისურა ზუსტად იმ ფერის. ხო, რა ვიცი, რატომღაც ეგ ფორმა, რაღაც მესამე ფორმა როგორც არის, იმათ ქონდათ თეთრი და ლურჯი და რაღაც ისე დაემთხვა, რომ ისეთ ფერის ჩაიმსვეს, რომ ჩვენ განსხვავებული ფერი უნდა ჩაგვეცვა რა და აი მანდედან წამოვიდა. სულ ქონდა რაღაც გახსოვს ყვითელიც ქონდა დინამოს ხოლმე მესამე ფერი. რაღაც აი ფერები არის ხოლმე, იმიტომ რომ საერთოდ აი მაგალითად ლურჯი თეთრი არის დინამოსი, მაგრამ რაღაც განსხვავებული ფერი უნდა ქონდეს, მაგალითად შეიძლება წითელი ქონდეს, ან ყვითელი ქონდეს, ეს მესამე არის ძალიან განსხვავებული ფერი და ნუ ეხლა შავი აქვს და ყვითელიც ქონია, შენ ბორდოს ხო, ბორდოს ფერიც ქონია რა, ეგ ბორჯომი გვეწერა ხოლმე ხან რა ვიცი, ისეთი ის იყო და ნუ მაინც ძირითადი არის ლურჯი თეთრი და ეს ხო, მანდიდან გამომდინარე არის რა და ვინ თქვა ეგ რომ ეს ფერი ჩავიცვათო თავი მესამე ფორმა იმად ლურჯი თეთრი ისე ჩაიცვეს არა არჩევანი არ დაგვჭა რა არჩევა ხო მაგრამ ხო არის სადა თეთრი ის გეკნა ხო მაგრამ აი ისეთი ფერი ჩაიცვეს რომ ჩვენ აღმოჩნდით რომ ლურჯი თეთრი ისეთი ფერი ეც გახსოვთ ტირანას მე მგონი სულ ეგეთი ფერი იყო ხო რაღაცა და იმდენად ისეთი ფერი ჩაიცვა ვერც ლურჯის მენით ვერც ეს და აღმოჩნდა რომ ეგ ფერი უნდა ჩაგვეცვა და ვიყავით მაგ ფერს ხო რა ნუ იმიტოა მესამე ფერი განსხვავებული ფერი სხვათა შორის ძალიან განსხვავებული ფერი ხა შავი ძალიან ახლოსაა ლურჯით მაგრამ წითელიც რო კონდეს მაგალითად არანაირი პრობლემა არ არის კი არ არის დინამოს ფერები საერთოდ მაგრამ არის გუნდებში რომ პლატფორმებს ვერ დავაბრალებთ მაგას ახლა შენმა საყვარელმა გერმანიამ ბრაზილიას რა ფორმით მოუგო 7-1 რა ეცვა იქ რაღაც განსხვავებული იმასთან რო ითამაშა ლივერპულმა ხო რა ფერები რო წააგო ერთით ყვამე იმით რო ითამაშა აი ეგ რაღაცა რო შეცვლი იმას ტრადიციას სამწვანე ლივერპულის ფერი ეგ ყოველთვის მაგათი ხო მაგრამ ძალიან იშვიათად იწმება მილანს 7 ჩემპიონთა თასი ხო აქვს მოგებული 6 მოგებული აქვს თეთრით ძირითადი ფორმით ერთი აქ მარტო მოგებული თავისი ტრადიციული ხო ნუ ეგრე გამოვიდა ეგრე არა აი ფეხბურთელებიც ხო იცი როგორ არის რომ მაგალითად თეთრი ხო აი ხა დინამოს რა არის რომ აი მაგალითად ლურჯი თეთრი და აი ამ ფერებს რაღაცნაირად ხო იცი თავისებურად ეგუება რა უკვე ისია რომ აი ამ ფერის გარეშე აღლის ნაკბენივით მაქვს ჩარჩენილი რა ეს იქ რო გამოვიდა და ვიყავი რა იქ და ტრიბუნა ხეთ პატარა ტრიბუნა იყო რაღაცა და გამოვიდა ასე მეთქი რა ხდება სხვა გუნდი სხვა თამაშს აუ იცი როგორი გაუცხოება მაგ არ ვიცი თქვენ როგორ ახართ აი ის როაც ვეთ აი იუვენტუსი რო გამოდის ხოლმე რაღაც ყვითელი და აი ეგეთი მანჩესტერი რაღაც ჭრელაჭრულა იმით აი ვერ ხვდები რა რამენაირად უკეთესკენ უნდა შევცვალოთ ეგ სტაფილოსფერის დამთხობა ნუ ჩვენ შემთხვევაში შავი არა მაგარი არა მაგიტო ვიკითხე
ყვითელი გამოვიღე. დინამოს ხო ქონია ყვითელი მაისურებით უთამაშია და ბორდოსფერი, საფილოსფერი, ტოტენჰემთან აქვს ნათამაშები ბორდოსფერი. ტოტენჰემთან სხვა ისტორია. გრაცჰოპერს ტოტენჰემთან დაარჩა ფორმა. ხო, დაარჩა და იყიდა. ვეღარ ასწრებდნენ ტოტენჰემის ფორმა ეცით. ეგ ტოტენჰემი. ეგ არის ტოტენჰემის მესამე ფორმა. და არ მინდა ახლა ეს ზუსტად არ ვიცი დამოწმებულად ამობრუნებული აცვია თუ რაღაც ეს. შეიძლება ამობრუნებული არ არის, იმიტომ რომ ამობრუნებული რო იყოს ნომრები არ დაეთყო. იქ იმაში. ლონდონის თამაშზე ხო? ამოტრე არ ვიცი. ეს რაღაცეებს ხო ქალაქში ეხლა რო იყო საბოლოო ისტორიებია. ადრე 70-იანი. 5 თესზე მაშინ ეცვათ ამობრუნებული ფორმა. არა, კადრები არ მინახეთ. ამობრუნებული არ ვიცი, მაგრამ ბორდოს მესამე ფორმა ტოტენჰემი. გრაცჰოპერსთან აქ 1-0 რო გვაქვს მოგებული, მანდაც ლურჯ წითელი გვაქვს. და ლინფილდთან ეცვათ კიდე. ლინფილდთან ეცვათ შინდისფერი. ეგ არის ერთადერთი ფორმა, რომლის ტექნიკური წარმომავლობა ვერ დავადგინე ვერაფრით, მონაწილე ფეხბურთელებთანაც მისაუბრია, არავინ არ იცის რა ფირმის იყო ეგ ფორმა. მაგ ფორმით აქვე დავამატებ საქართველოს ნაკრებს აქვს რამდენიმე თამაში ჩატარებული. აი იმ პერიოდში მალტის ტურნირზე და შეიძლება აზერბაიჯანთან, შეიძლება მალტაში. მაგრამ მალტის ტურნირზე 94-ში. ხო. თან იყო ძალიან მაგარი. დინამო ლინფილდს რო ეთამაშა. კაპა ხო არა ეგ ესე. არა, ეხლა შენ ისეთი მარტივი რაღაც მგიყვე. არა, ვიცი ხო შეფეს არის. მან მოხდა ესეთი საინტერესო დეტალი, დაახლოებით ტოტენჰემის ისტორიას გავს. ლინფილდი ჩამოსული იყო თეთრი ლოტოს ფორმით და ეს ლოტო იყო აი კერდის ზედა ნაწილი მოზაიკასა რაღაც ლურჯ. სხვადასხვა ფიორენტინას ეცვა რამდენიმე სეზონი ეგეთ. და დინამომ ჩაიცვა ეს შინდისფერი, იმიტომ რომ შორტი და გამბაში დინამოს აწვია ადიდასი. და გასული თამაში ლინფილდში უკვე მთლიანად მაისურის ის არის დინამოსიც ისფერი თეთრით ადიდასის მთლიანად და აი აქ თბილისურს თამაშობენ იმ შინდისფერი ფორმით რომელიც დღემდე არ ვიცი რა თქმა უნდა ალბათ ფორმა რო შეიძინა კლუბმა მესამე ფერი ეგ მოყვა რა ისე რა თვითონ ალბათ 2+1 ხო რა 2+1 ეგ ისტორია სამწუხაროდ დღემდე არის გარდა იმის კიდე ერთხელ გავიმეორებ რომ დინამოს გარდა მინიმუმ 2 თამაში აქვს ან 3 ნაკრებს ნათამაშები სრული ეკიპირებით. მალტის არის ეგ როტმანსის თასი როა მალტაზე, ეგ აფშია ზუსტად აი წითელი. პირველი მალტა და შორტის ზოლებზე არის ისრის მაგვარი ფიგურები. ესეთი ისრუ. რაღაც ხო ესეთი. მაგას. ნახე როგორ რამეა პირველი თამაში იყო ევრო სარბიელზე, ხო? ლიმფილდთან. და ეგ მაისურა არ ვიცით? არ ვიცით. არ ვიცით საერთოდ ვის შეიძლება გქონდეს რომ მივიდეთ და ვნახოთ. მონაწილე ფეხბურთელებს ვისაც ვესაუბრე, არც არავის არ ახსოვს, რა თქმა უნდა, არც არავის არ აქვს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ვიღაცას აჩუქეს, ეგ ხო ეგრე ხდება. საქართველოს ნაკრებზეც ეგრე არ მოხდა. ერთხალავას აქ მეშევინას იყო რა, თეთრი. საქართველოს გაკროლით რომ საქართველოაც ეწერია. ერთხალავას აქ ესე გამოდის. და ასლან ბალაძემ გითხრა რა მეკარის ფორმა. მაგრამ ასლან ბალაძეს მე მგონი ულშპორტის მაისური აცვია. ხო, რაღაცა სხვა აცვია ასლან ბალაძეს. მეკარის ფორმა. ვარჯიშა მეკარის ფორმა აცვია, როგორც მაშინ იყო, შეიძლება ადიდასია მე ულშპორტი მახსოვს რატომ. მოკლედ ამ შავ ფორმაზე რომ დავასრულო, შავის კიდე ერთ დატვირთვა მანდის იყო, რომ ნომრები და ლოგოები მაისურზე დაეკრო ოქროსფრად, ზუსტად ამ საიუბილეო ასწლის აღსანიშნავად და ლამაზად გამოჩნდა. და ნუ ეს ზოლებიც მტკვარი და მეტროს ორი ხაზი არის. ისმენა მაგ მეტროს ხაზებში წერათლის სადგური არის დატანილი თუ არა? სხვა შორის ისე არის. იმიტომ რომ ეს წერათლის მეტრო არის დინამოს ეს არის. ისე არის დამხვევა, რომ აი ამ მეტროს ხაზებსა და მტკვრის კვეთაში ჯდება დინამო არენა. აი ესეც კი ესე ლამაზად დაემთხვა და დინამო არენაც არის ფორმაზე. მე ერთს ვისურვებდი მხოლოდ რომ მაგ ფორმის შეცვლის საბაბი გქონდეთ, რომ დიდ დიღომში გამოიყვანონ მეტრო. ერთი ხაზია დასამატებელი. გაგზავნე. გიორგი, შენ გაქვს რამე ესეთი
რო თამაშობდი იმ დროინდელი. რა თქმა უნდა, დინამოს ყველანაირი მაისური მოსწველიდან შენახული, ის 2K-ს გექნება აუცილებლად. 2K-ს მაქვს შენახული, ის ბორჯომიც რო აწერია. კი, დინამოს ბევრი ფორმა მოს. თითქმის მაგითი თამაში. 2K ძალიან ლამაზი ფორმაა. ყველა მაისური შენახული მაქვს. თქვა მე მგონი ცოტა მძიმე იყო. მძიმე, ცოტა აღარ ქვია. კი, ნუ მაშინდელი ხო, ვიზუალურად ძალიან ისეთი იყო. დინამოს არ ეხება, ნაკრების ის ფორმა შენახული გა. ნაკრების ფორმაც შენახული, კი ბატონო. და ძველი ნაკრების ფორმაც მაქვს რაღაცეები კიდე და გვარიც რო არ გვეწერა ხოლმე სხვანაირი ლოტოც ჰქონდა მე მგონი ადრე ნაკრებს რავი ადიდასიც ჰქონდა და რაღაცები მაქვს, ჩემი კუთხე მაქვს გაკეთებული. იმედია ეხლა კარგია რომ აი ამ კიდევ ერთ მაგარ მაისურს დავამატებ, რომელიც მართლა ისტორიაში დასაწერია და შესანახი მაისური იქნება ამ თამაშის მე. ისე წერანო ახსენეთ და მაყურებელსაც უთხრათ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს ეს ამბავი. აიაქსს არ შევხვედრილვათ ჩვენ, მაგრამ ამსტერდამის გუნდს ეთამაშა დინამო ამხანაგური და 6-1 მოუგო 70-იან წლებში და კარში იდგა იონგბლუდი რა, ჰოლანდიის ნაკრების ძირითადი მეკარე საწყალი 6 გოლი გაუტანეს კაცს რა. რა დღეს ჩაუგდიათ. როგორც რომ ხელთაყვანების გარეშე თამაშობდა. აი მაგ დროისთვის ნახე აიაქსი ხო რაღაც განსხვავებულ ფეხბურთს თავაზობდა ყოველთვის ევროპას. დინამო თბილისიც ხო აი აქეთ საბჭოთა კავშირი რო აიღო ხო რაღაც განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობდა. სხვა მე მაქვს კადრები ნანახი რომ შეხედეთო რა ბარსელონა არისო ისეთ ფეხბურთს თამაშობსო რა ისეთ ფეხბურთს ეხლანდელ ბარსელონაში შეადარეს ის მაშინდელი დინამოს თამაშები და ის ელემენტები და ის რაღაც შექმნილი მომენტები და ფეხბურთელი ხო და მაგას ვიძახი რომ როგორც აიაქსი იყო მაშინ გამორჩეული ფეხბურთით ისე დინამო იყო და დინამოს რომ მოიგო არც იყო გასაკვირი იმიტომ რომ მაშინდელი დინამო ნუ ალბათ ისეთ ფეხბურთს თამაშობდა რომ აი რა გითხრათ ის სულ სხვაგან იყვნენ რა სხვა რაღაცებს ქმნიდნენ და სხვანაირ ფეხბურთს ანახებდნენ იმ დროისთვის რა თქმა უნდა ეგ იყო რომ ორი ისეთი გუნდი შეხვდა მაშინ და დინამო მოუგო 6-1 როგორც თქვენი ძახით. ირაკლი ბილეთები კაი ხანია უკვე რეალიზაციაშია. ეხლა ხელმისაწვდომია. კიკეთ ჩიზე ყველას ველოდებით რა მოკლედ მართლა ისეთი საზეიმო ხა დინამოს 100 წელი მარტო დინამომ კი არა ქალაქმა უნდა აღნიშნოს მე მგონი და საერთოდ ისე არა დინამო როგორც თამაგონებდა ეს რა აი როგორც ეხლა დღევანდელი თავი არ ჯაი ჩვენ ქვეყანამ უნდა აღნიშნოს თავისი როგორც ეხლა ბავშვი ამბობდა პირველად აუგუსტს და იმათ დედას ან მამა ისე იყო პირველი დინამო გესმოდა რა ეხლა თბილისური რამე ბრენდი თუ არის ერთ-ერთი დინამოა რა. თავარი. ხო, ნუ ესეთი ეს არის და. რა ვიცი. ამდიდან გამომდინარე ვიფიქრეთ რომ მეტროდე მტკვარი ხდება. კი ბატონო. დიდი მადლობა გიორგი, ირაკლი. და იმედია მისული გულშემატკივარი კარგად კარგ დროს გაატარებს მოდელს. და სიამოვნებით დატოვებს დინამო არენას აქვე ის აკვათ ეხლა რომ დაძაბულ თამაშს ნახავს და აქვე ვიტყვი რომ ტაიმებს შორის შესვენებისას ასევე სიურპრიზი ელოდება სტადიონზე მისულ გულშემატკივარს ესეთი საინტერესო სიურპრიზი. ამას ისე დავუკვირდით. კატენაჩო არ იქნება ხო? ძალიან ჩავკეტოთ აიაქსს. მადლობა. მოკლედ 19 ოქტომბერს ველოდებით კომაქს დინამო არენაზე. აიაქსი ჩამოდის ბოლო-ბოლო რა. მადლობა სტუმრობისთვის. მაინც ასევე დიდი მადლობა.